ექიმების შრომა. მე ვარ ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, შრომის სამართლის პროფესორი. ექიმების შრომა მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულ შრომად ითვლება. მაგალითად, ევროკავშირის ერთ-ერთ დირექტივაში ექიმების სამუშაო დრო ვერ ეტევა ტრადიციულ სამართლებრივ მოწესრიგებაში. აქ აქცენტი გადატანილია პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ექიმი ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია ნამდვილად. თქვენ გახსოვთ ალბათ საქართველოში სპეციალური მოძრაობის და მოთხოვნის საკითხი იყო და ამიტომაც დადგინდა მინიმალური ანაზღაურების საკითხი ექიმებთან და ექთნებთან დაკავშირებით. სულ სხვა სფეროა ეს მინიმალური ანაზღაურება მოგწონს თუ არა, დღეს ამას არ ვეხები, მაგრამ სპეციალურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ექიმის მინიმალური ანაზღაურების შესახებ. და რა ამის ფონზე პრაქტიკა ვითარდება ისე, რომ ექიმებს უდებენ მომსახურების ხელშეკრულებას. ეს რას ნიშნავს? გასვლა შრომის კანონმდებლობის სტანდარტიდან, ანუ ექიმის შრომის პირობები ზოგადად უსაფრთხოების და ზოგადი ორგანიზაციული პირობები და მასთან ერთად მინიმალური ანაზღაურების საკითხი ვერ იქნება იმპლემენტირებული, იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებები ექიმებს უდებენ მომსახურების ხელშეკრულებას და არა შრომის ხელშეკრულებას. 10 წლიანი, 8 წლიანი, 9 წლიანი, 5 წლიანი, 4 წლიანი მუშაობის და სტაჟის მქონე ექიმებს უდებენ მომსახურების ხელშეკრულებას. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ ეხება ყველა კლინიკას, მაგრამ ძირითადად ასეა. და მე როგორც პაციენტმა რა ვიფიქრო, რომ მივდივარ სამედიცინო დაწესებულებაში, მე როგორ ექიმთან მაქვს ურთიერთობა, როგორ ექიმს ვენდობი, როგორ ექიმს ვეყრდნობი, რომელსაც პატივს ასცემს თვითონ სამედიცინო დაწესებულება როგორც დამსაქმებელი და მე იმ ექიმმა უნდა მცეს პატივი. რა თქმა უნდა, ეს ექიმს ჰიპოკრატის ფიცი აქვს დადებული და ნებისმიერ ვითარებაში უნდა მცეს პატივი და უნდა მომემსახუროს, მაგრამ ეს ხო ჯაჭვური არის. ყველა ეს ურთიერთობა ხო ჯაჭვური არის. სამედიცინო დაწესებულება და ექიმის ურთიერთობები და შემდგომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობები და შემდეგ ზოგადად პაციენტის სტრესული თუ არასტრესული მდგომარეობა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სამედიცინო დაწესებულებებო. ეს სირცხვილია, როდესაც ექიმებს თქვენ არ მიიჩნევთ სტაბილურად დასაქმებულ ადამიანებად და მათ ნარდობას გატოლებულ მომსახურების ხელშეკრულებას რომ უწევთ. მე ძალიან მანერვიულებს როგორც შრომის სამართლის პროფესორს, როგორც მოქალაქეს და როგორც პაციენტს. ნიშნულოვანია, რომ ექიმი იმყოფებოდეს ღირსეული შრომითი მოწესრიგების პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში. მომავალ შეხვედრამდე.